გამარჯობა მეგობრებო, ხაზზეა პოდკასტი FM-ბრა და გიბრუნდებით მეორე სეზონით. ცოტა ხანი რამდენიმე თვე შეჩერებული მქონდა პოდკასტი და მეორე სეზონით დაგიბრუნდით. ვიცოდი ვინც უნდა ყოლოდა, უბრალოდ მოფიქრებული მყავდა, რომ ლაშა ბახტაძე და ციკო ინაული უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი დღევანდელი სტუმრები და აი არ შემიძლია რომ არ ვახსენო, ლაშა არის ადამიანი, რომელსაც აი დიდი მართლა мотиваცია მომეცი გახმოვანებაში და აი ის თოისტორი რაც გავახმოვანეთ ერთად და მანდ რა არჩევებიც მომეცი, ეგ საერთოდ სასწაული იყო, იმიტომ რომ აი დამწყებს უკვე ვეღარ ვარქმევ ჩვენ თავს მოყვარული რომ პროფესიონალთან აკეთებს, ეგ უფრო ხო ხდები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეგ რომ თუ რამეში შემიძლია რომ დაგეხმაროთ და დავეხმარო დამწყებ და მოყვარულ გახმოვანების სახეობებს, მართლა ძალიან მისწორდება ეგეთი რაღაცები და მართლა მიხარია თუ რამეში გამოგადგა ჩემი რჩევები. ძალიან გამომადგათ. ხო, ასწორებს ეგ ძალიან. ნუ ვინც იცით უკვე ვინც ძველი მაყურებლები ხართ გეცნობათ რომ ერთხელ ლაშა მყავდა უკვე მოწეული და ახლა ვიფიქრე რომ ორივეს ერთად მოვიწვევდი. ნუ კი ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვია. ძალიან კარგია. რაღაცა ცოტა სხვანაირ ამპლუაში ვართ მე და ლაშა რა. რაღაცა სტუმრები ვართ ერთად და დიდი ხანია ეგეც რამე არ მომხდარა. ხო, არა. ძირთად ბავშვობაში ერთად ვისხედით ხოლმე რადიოში და მე ერთადაც ვახმოვანებდით მთელი ცხოვრება და საბედნიეროდ ძალიან ბევრი ერთობლივი კოლექცია გვაქვს შექმნილი. და ძალიან მიხარია რომ ამ ჩვენ ერთობაზე სასაუბროდ მოგვიწვია. ხო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხლა წეგან ლაშასაც უთხარი სანამ მოხვიდოდი. მეგობრებს უყურებ სერიალს და ერთ-ერთ სერიალს შენახმოვანები რაღაც სერიებს და რომ გავიგე შენი ხმა ლაშას გარეშე არ წარმომიდგენია. ჩვენც არ წარმოგვიდგენია ერთმანეთის გარეშე გახმოვანებაშიც და ცხოვრებაში. მაგიტოს გავაერთიანეთ მე და რაღაცა საერთო პროექტები მაგიტო დავიწყეთ. აი ვოისოვერები ვინც მეეჭება რომ ვინმე მარიცოდით, მაგრამ თუ ვინმე მარიცით, აღწერაში იქნება ჩაუჯექით და ნახეთ და მეორე პოდკასტია მე მგონი ერთი ჩემია და ერთი თქვენია გახმოვანება თემაზე საუბარი და დავიწყოთ მოდი გადავიდეთ უკვე პირველ კითხვაზე. ლაშა შენი ისტორია კი ვიცი და ციკო შენ როგორ დაიწყე გახმოვანება? მე როგორ დავიწყე გახმოვანება და მე და ლაშა ორივე ვიყავით, ნუ პრინციპში წამყვანები რა. და ისე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაშიც და ლაშას ცხოვრებაშიც, რომ საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყეთ მუშაობა. ვიყავით უკვე ეთერში, ვისხედით ნუ ლაივ ეთერში და ლაშა იყო ჩემზე ბევრად პატარა თუ არ ვცდები როცა ეთერში დაჯდა 18-ის არა მე შენზე პატარა მე 18-ის ვიყავი რომ დავჭექი ეთერში ხო ნუ ერთ ამბავში უბრალოდ მე ცოტა დიდი ვარ მასზე ხო გვეთყობა კიდე ცოტა დედა ვარ ავანტ ხო რაც წლები გვემატება ნაკლებად შეიმჩნევა იქ და რომ შენს გიჩდება აქ ცოტა ნაუჭები ცოტა ნაუჭუკები ხო ხა მოგრად ესე მოხდა რომ რაღაც რადიოდან ძალიან მეგობრობდით მე და ლაშა არაერთ რადიოში გვიმუშავია თუმცა ბოლოს მუშავდით ერთად რადიოში მე ამ რადიოდან წამოვედით ვიყავით რაღაც ჩვენი გზები გქონდა მე სხვაგან და ნუ დამირეკა ერთმა ჩემმა მეგობარმა რომელმაც მითხარა რომ ჭირდებოდათ გახმოვანება და პრინციპში ეს იყო რაღაცა პირველი ფურცელი აჭარანეტის იმიტომ რომ ჩვენ რომ მივედით იყო ჩვენი და თაკოს და ვატოს სტუდია მხოლოდ იყო რაღაცა ძალიან პატარა სტუდიები, არც გვეგონა რომ ხელა მასშტაბურ რაღაცას ვეჭიდებოდით, ჩვენც ნამდვილად არ გვეგონა დარწმუნებული ვარ რომ ფლობელებსაც აი უბრალოდ რაღაცა ცდა იყო რა, ერთგვარი ექსპერიმენტი რა გამოვიდო და ესე რაღაცა ორი პატარა სტუდიით დავიწყეთ გახმოვანება, მე ცხადია ეგრევე დაბურეკე ლაშას, იმიტომ რომ ჯერ მისი ხმა ძალიან მომწონდა, მეორე რომ ჩემი მეგობარი იყო და მესამე ერთად უკვე ნამუშევარი გქონდა და ვიყავით ძალიან კომფორტული პარტნიორები რადიოშიც. ნიხოთ იმის რა საბჭოს ჩხუბობდით ცოტა ზოგჯერ არა ისაც ჩხუბობთ ხოლმე გახმოვანების დროსაც ჩხუბობთ ხო რა ეხა პოდკასტებზე არ ჩხუბობთ ამიტომ მგონი გავიზარდეთ ხო არ გვიჩხუბია ბატარები კი არა ეგ არა ჩხუბი ჩვენ აჭარნეთში რომ ჩხუბობდით სტუდიებიდან კარებები იხურებოდა და გადიოდნენ რა ცვიოდა ყველაფერი ხმის რეჟისორი გადიოდა და რო დაწყნარდებით მე შემოვა და რო შემოდიოდა 2 საათში და ვედალაშა ლაცები ვერა ვისხედით და ვახმოვანებდით. მე სადღაც 15 წუთში ერთად ჩავდიოდით ყავასთან. ხო, მაგრამ მე და ლაშა საერთოდ სხვანაირი მეგობრობის ისტორია გვაქვს, ანუ არ ვიცი პროფესიას და ფულის ერთად შევნას და რაღაცა სხვა გემრიელობებს რა თავი დავანებოთ, მართლა ისეთი მეგობრული ისტორია გვაქვს, რომელიც სუსავსეა თავგადასავლებით, ჩხუბებით, სიყვარულებით და რაღაცეებით. ხო და მე მგონია რომ ზოგადად ორივე რო ესეთი ემოციურები ვართ, მაგიტო გამოგვდიოდა რაღაცა
ესეთი გემრიელი გახმოვანება ერთად. ხო, ესე მოვედით, ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ერთი პატარა კითხვა დამისვე არა და. არა. დროში შეზღუდულები მაინც შევიდია უსასრულოდ. ნუ მოკლედ ესე მოვხვდით და ესე გაჩნდა აჭარანეტი, ხო, პრინციპში ჩვენ და თაკო და ვატო ვიყავით პირველები, ცხადია ჩვენი პირველი ხმის რეჟისორებით, რომლებმაც დავიწყეთ ნუ ცხადია მენეჯმენტთან ერთად აჭარანეტის შექმნა ზოგადად და ძალიან ბევრი მენეჯერი მე უკვე რა თქვა არსებულ აჭარანეტში მენეჯერი იყო და თქვა უკვე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებდა პრინციპში მოვიდა უკვე რაღაცა ჩვენ შექმნილ პროდუქტებთან ერთად იმიტომ რომ საჭიროება მოითხოვა ახალი მენეჯმენტი იმიტომ რომ აღარ ყოფნიდა ის ვინც იყო იმდენად ბევრი და მაგარი რაღაცების გაკეთება გვიწევდა არა მხოლოდ ჩვენ არამედ ახალ კადრებსაც ხო კი იზრდებოდა ხო ნუ ესეთი კითხვა მაქვს ხა რადიო ახსენით წეგან და აი ჩემთვის რადიო არის ძალიან მაგარი რაღაც და ძალიან მიყვარს რადიო თან ყველაზე რთული არის პრინციპში მე რაც გამიკეთებია რადიო ჩემთვის რა გახმოვანებაზე ბევრად რთულია იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცებს მოითხოვს ხო თან გახმოვანებაში რო ახმოვანებ თუ რამე შეგეშლება შეგიძლია ამოჭრა და თუ სიტყვაზე პირდაპირ ეთერში ხარ რადიოში ვერ ამოჭრი პატარა ისტორიას მოყვები აბაზანაში მქონდა რადიო ჩაშენებული თვითონ და უსმენდი ხოლმე რაღაც მუსიკები რაც გადიოდა და აი მანდიდან შემიყვარდა რადიო. ხა როგორ მოხდით რადიოში რომ მიყვეთ ერთ-ერთი მაგალითად ისტორია. მოყავი ჯერ შენ და მე მეგავაგზავნე. მე ძალიან ქალის სუნიდა დგან პოდკასტში და მომეც ასულები ლაპარაკი. იმიტომ რომ ჩვენ დადუმებულები ვართ. ვოისოვერებში ძალიან მასკულინური ვოისოვერები გვაქვს. ორი წვეროსანი თან. მაგრამ მაინც გაგაჩვენა. მე როგორ მოხდი რადიოში და მოკლედ რადიომდე მანამდე თამაშობდი მანსანკანს ეგეთი ხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვიყავი. და მანდ ძალიან ჩემი ცხოვრების ძალიან საკაიფო პერიოდი გატარებული რა დღემდე მეგობრობ იმ ადამიანებთან ვინც იქ არა მარტო ჩემ გუნდში არამედ სხვა გუნდებში იყვნენ და აი რა ვიცი ერთი ოჯახი ვიყავით იქ რა მე რო ჩავაბარე ტელერადიო ჟურნალისტიკაზე ეგ მაქვს მან ჩავაბარე მოკლედ თეატრალურში მე დავინტერესდი რადიოთი და იყო ერთ-ერთი შემოთავაზება რომ დაგვეტესტა რომ მემუშავა ჯაზ FM-ზე მაშინ ოღონდ ჯაზის გაგნებაში არ ვიყავი 18 წლის აი რაღაცა ძალიან ესეთი ტიპი რომელიც ნინა სიმონს აცხადებდა ნინა სიმონეთი ხო და ამაზე მე მთელი ამბები იყო ხოლმე რეკავდნენ ხალხი რომ ეს ბავშვი ვინ არისო რეებს გვისხადებს აგვა ჯაზის მოყვარულს რომ ეხა სახელს ნინა სიმონს რომ ხო მაგრამ ეგ შენი ბრალი არის ხო არა მაგრამ გამოცდილების ამბავი იყო მე გადავიდით ანუ რადიო ხიდი იყო ეგრე რა ორ რადიოს შორის ერთობლივი გადაცემა იყო რადიო ქალაქზე და ჯაზ FM-ზე მოკლედ ერთიანდებოდა ნუ მუსიკები რადიო ქალაქზე სხვა მუსიკები გადიოდა ხო მუსიკები იმიტომ რომ ორ იმას რადიო ქალაქის სხვა მუსიკა გადიოდა ჯაზ FM-ს სხვა მუსიკა მაგრამ ეთერში შევდიოდით ერთად მე და ნინო ჩემი თანაწამყვანი აი მე ეგრე მოვხდი მოკლედ რადიოში მე გადავედი მეც რადიო ქალაქზე ჯაზ FM-დან გავითიშე და ციკო მოვიდა მე ოღონდ გინდა ეგ ისტორია როგორ მოხვედი ჩემი პირველი გაცნობა ციკოს თუ არ გვაქვს რამე ცენზურა შეგვიძლია ცენზურა არა რა მოკლედ ზივარ ჩემთვის ამ ჩემს პატარა ბუდკაში უშვებ ანუ რაღაცები რაც მომწონს ან ვერთობი რა იქ რაღაცებს ჩემი მეგობარი მომწერს რომ გისმენდა თან არ ქონდა აღნიშნავ რომ მაგ რადიოს აი რადიო ბადეები არის ხოლმე ზოგი ძალიან მარტივი რა და ეგ რადიოს ბადე არ იყო მარტივი რა თვალსაზრისით რომ თუ რაღაცას იდმეც დააწყაპებით ხტებოდა ხო თავისით ამიტომ აი სიმღერების ხელოვნურად ჩაყრა სულ იყო რისკი და მაგისთვის არსებობდა ბადე რომელიც არტ მენეჯმენტმა გადაწყვიტა რომ ყოფილიყო ეს ბადე უძრავი და ანუ ამ წამყვანს ანუ არ მიიღო მონაწილეობა მის შეცვლაში, მაგრამ სულ იცვლებოდა ეს ბადე. კი, იცვლებოდა ეს ბადე და მეც ხანდახან რაღაცას ავკრებდი X-ში პროგრამაში და ჩემ მეგობრებს რასაც უნდათ, იმას უშვებდი ხოლმე რა მე კიდე. თან მეც მაგ დროს დიდად გადაცემა ან რაღაც ეგეთი არ მქონდა, უბრალოდ იყო დილის ეთერი, შუადღის ეთერი და საღამოს ეთერი და რაღაც ვალუტის კურსი, ამინდის პროგნოზი, რაღაც მსგავსი რაღაც ინფორმაციებს ვაწვდიდი ხოლმე რა. და ერთ დღესაც რომ ვზივარ ამ ჩემს ბუდკაში, ასე რომ ვთქვათ, და გადის სიმღერები, მადგება ძალიან შავი გოგო, აი ზაგარი, აქ თებერვალია იმენა მახსოვს.
აი ესეთი ზაგარი ქონდა მე სოლარუმში ჩამხმარი გოგო აი უცხოელი მეგონა მართლა თავიდან დერეფანში რო დავინახე მართლა არ მეგონა ქართველი რა და აი დიდი შავი დალალები ესე დაყრე და ფოსფორისფერი რაღაც ზედა ეცვა რა იმენა ანათებდა და მეთქი უცხოელია რაღაცა მოვიდა რა თუ რაღაცა შემოვარდა კალოდონიცი რა ჩემთან და მაუსი ხო ვაკ ჩემთვის ზიوار და ეს მაუსი გამომგლიჯა ეს ხელი და მაჩვენე ერთი აბა აქ დაადეტო მაჩვენე ერთი აბა რა ელბებს უშვება მაშინ როქვი ეთერში და ესე აუხედე მე მეთქი მე რა ელბებს არ უშვებ მეთქი რა პლეილისტია თავისით გადის მეთქი თავისით გადის ეს იყო ჩემდაციკოს პირველი კომუნიკაცია ხოდა ეხა მე მოვყვები ამბავს არა ჩხუბით აი მე დავმეგობრდით მოსაწევში მაგრამ ამბავი ესე იყო რომ მე ჩავიბარე ნუ პრინციპში ვიყავი რაღაც თვალსაზრისით არტ დირექტორი ანუ ამ რადიოსი ანუ ჩავიბარე მუსიკალური ბადის კონტროლი და ეხლა თქვათ თქვენ შემთხვევაში რადიო რო ძალიან არა აქტუალური მედია ჩვენ დროს ეგრე არ იყო და ჩვენ დროს მაგალითად აი მე ამ რადიოში რადიო ქალაქში გადმოვედი რადიო უცნობიდან და აი რადიო უცნობი იყო რადიო აი ადამიანები სახლში უსმენდნენ მანქანაში უსმენდნენ ელოდებოდნენ გადაცემას იყო მაგალითად ეგეთი გადაცემა ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ რომელსაც იმდენი ფანი ყავდა რომ აი ქვემოთ ხვდებოდნენ არა ხო შეიძლება მაგრამ ნუ აი როგორი ფან კლუბი იყო იცი რომ აი მე იმედზე ბოდიში გაგაწყვეტინებ იმედზე გავიდა მაგათი გადაცემა და რადიო იყო არ ჩანდნენ ესენი ხმები იყო შეცვლილი დაწვრილებული ქონდათ ხმები და ეღადავებოდნენ ტიპებს და თავის პონჩის ღადავდნენ გზარებიც რო შედიოდა რა აი იმ დროის მართლა იმ დროს ხო პრინციპში ეგეთი გადაცემა რადიო გადაცემა არ არსებობდა იყო რადიო უცნობის ეთერში და აქედან გამომდინარე ეს რადიო იყო ძალიან პოპულარული იმის გარდა რომ თქვა ეს გადიოდა მუსიკა ქონდა ძალიან კარგი და დღემდე ძალიან კარგი აქვს ანუ აი თუ თქვა ჭედავს რაღაცა მე ყოველთვის დღემდე ვუსმენ რადიო უცნობს იმდან კარგი უბრალოდ აღარ არის რა ჩაიძირა ზოგადად ეგ მედია და მე სხვა შორის მე თვითონ რომ მივედი უცნობში ალბათ მე ვიყავი ეგ ტიპი როგორც ლაშა იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამე მასწავლეს იქ რა პირველ რიგში მუსიკის თვალსაზრისით თვითონ ეთერში როგორ უნდა მოვიქცე მეტყველება ნუ ძალიან ბევრი რამე საერთოდ ნუ ძალიან გამზარდეს და მე რო დავფიქრდი ლაშა იყო იქ ეგეთი ტიპი რა ახალი მოსული ხო და ანუ მე ჩამბარდა უბრალოდ რომ ეს ბადე გამეკონტროლებინა და ორი ღამე ზედიზედ უსმენდი რომ ხო არ გაიპარებოდა რამე ამ ბადეში ისეთი რაც არ მქონდა ჩასმული და რო ვუსმენ ანუ ტაქსი რადიოს ვუსმენ მივდივარ რადიოს ვუსმენ ოფისში ვარ რადიოს ვუსმენ რომ რამე არ გაიპაროს და უცბად ხვდება ისეთი მუსიკა რომელიც არ ზის ბადეში ანუ მივხვდი რომ ვიღაცამ ჩაამატა და ამიტომ კაპარაბა შევარდი იმიტომ რომ აი ორი დღე ნალოლიავები რადიო უცბად ამიიყია ვიღაცამ მაგრამ ნუ მე ძალიან დავმეგობრდი ვამატებდი მე პროსტა ბაზაში რაც იყო ერთ-ერთ ქონდა ხო რაღაცა მე ბაზაში რაც იყო იმას უშვებდი ხომ ეხა ჩამატება არ ვიცი მე რო წავშალე ბაზაში ერთ-ერთმა რომელსაც ასევე წტომა ქონდა ბაზასთან ჩაამატა და ნუ ამან მე მოიწონა და გამწარებულზე შემოვარდა და მე შევრჩი ხელში რა მაგრამ კარგად შევრჩი სხვათა შორის იმიტომ რომ დღემდე შეგრჩი ხელში აგერ 11 წელია უკვე თუ მეტი დაჟე ხო ნუ ესე დაიწყო ჩვენი მეგობრობა 12-13 ალბათ ავი ლაშ ძალიან ბებრები ვარ მაგარი ბებრები ვართ იმენა. მაგრამ მე ვერ აღიქვა წერანს რო ლაპარაკობდით რა. ვიღაცა ტიპები რომ მეუბნებიან რომ შენ გახმოვანებაზე გავიზარდე, მე მაგრამ მეუცნაურება ეგ, იმიტომ რომ მე მგონია, რავი, ანუ ჩემი თავი მე მგონია რომ შენ ხელა ვარ. ხო, ანუ 31-ის ვარ, მაგრამ რეალურად მგონია რომ ბევრად რავი, 10 წლის პატარა ვარ და ეს 20 წლის ტიპები რომ მეუბნებიან რომ შენ გახმოვანებაზე გავიზარდე, მაგრამ უცნაურია რომ ანუ რანაირად გაიზარდე და მე მახსენდება რომ ანუ მე რო გახმოვანება დავიწყე, ეს იყო 10 წლის და ხო, აიზარდა კი, ეგრეა. რანაც გეუბნებოდი რომ ეს ჩახმოვანებებს ჩუმად უყურებდი სახლში. დაჟე ისეთი პატარა იყო, რომ ჩვენ ჩახმოვანებებს ჩუმად უყურებდი სახლში. გიშლიდნენ მშობლები. მე დღემდე ვიკრიბებით სამეგობრო და ტყისგველი ძალიან საშიში. სხვა ფილმები რაც ჩახმოვანების კლასიკები. ძალიან ვიცი, ცოტა ჩახმოვანებას გადავედით ერთ რადიოსთან, ეხლა რადიოსთან დაკავშირებით. აი, თქვენი აზრით რა აკლია რადიოს დღესდღეობით? იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა. ცნაური, ხო, ამაზე ეს დიდად ესე არ მიფიქრია, მეც მართლა მაგრად მიყვარს რადიო, იმიტომ რომ სხვა გარემო. მე მიფიქრია და ვიტყვი მე. ხო, სხვა გარემოა და სხვა ეს არის. უბრალოდ ხო, რადიო კი. იცი რა მე მგონია რომ იმ ადამიანებს ანუ აი იცი რა ახალგაზრდა ადამიანებს ვერ შეაყვარა იმიტომ რომ ყველაფერი უნდა განვითარდეს რაღაც დონეზე რა ანუ კი რაღაცა კლასიკად უნდა დარჩეს ბაზარი არა და ის არ უნდა შეცვალო მაგრამ
სადღაც რაღაც გარემოს უნდა ადაპტირდეს. ვითომ მოეგნენ ეცადეს რომ მორგებულიყო ციფრულ ვერსიებზე გადავიდნენ, რომ აი ტელეფონშიც ყველაფერში, მაგრამ თვითონ პროგრამები ალბათ რა, ანუ ეგ არის ჩემთვის თავარი, რომ აი როგორც ეხა მაშინ ჭიჭკო და ბიჭკო შოუ იყო, რომ ანუ ყველა ელოდებოდა, ანუ მართ აი რადიო გადაცემა იყო, რომელიც ეგეთი პოპულარული გადაცემა მე სამსახურებიდან გამოდიოდნენ ადრე ტიპები, რომ მიესწროთ მანქანაში მაგ შოუს. იმდენად პოპულარული გახდა ეს გადაცემა, რომ სატელევიზიო ვერსიაც გაუშვეს რა, ანუ რადიოში და ტელევიზიაში ერთად გადიოდა რა და ეგეთი რაღაც სიახლეები ჭირდება, რაც აი რავი, ახალგაზრდა ადამიანებს უფრო მეტად დაითრევს, ჟარგონულად რო ვთქვათ და კეჩიქნება რა, არ ვიცი, სხვანაირად ცოტა რთულია რა, იმიტომ რომ იქა ერთი და იგივე ეს აი ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი და ეს რა საწვავის ფასები აი მუსიკა დიდ როლს თამაშობს მაგ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად ეხა ისეთი პერიოდია რადიოები, ანუ რადიო რო აქტუალური იყო, ხო? მაგ პერიოდში ჯერ დისკებს და კასეტებს უსმენდა მანქანებში რა. მუსიკა ესეთი გლობალური არის. ეგრეთ წოდებულ ფლეშკაზე მუსიკა რო შენ გქონოდა და შეგერთებინა რადიო როცა აქტუალური იყო, არ იყო. თუმცა აი როგორც ლიტერატურას, ხო, ეხა მაგალითად სუეგ მაგალითი მაქვს ხოლმე, რომ ვიღაცას უყვარს წიგნი, ვიღაცას უყვარს ელექტრონული წიგნი. ხა მე ძალიან თუ მინდა რაღაც წიგნი და ვერ ვშოულობ ბეჭდურს, წავიკითხავ ელექტრონულად, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია ჩვეულებრივი წიგნი წავიკითხო, იმიტომ რომ წიგნია. რადიოს აქვს ის სუნი და ესთეტიკა, რომელიც ვერც YouTube-ით, ვერც რაღაცა ონლაინ ინტერნეტ პოდკასტით და ვერც ტელევიზიით პირადად ჩემთვის, ხო, ვერ ჩანაცვლდება. თუმცა იმიტომ რომ შენ გაქვს ნოსტალგია. ნოსტალგია არა, სიყვარული მაქვს, იმიტომ რომ რადიოს აქ აი ზოგადად ხმავისაც გვიყვარს რა, აი მე მაგალითად თუ არ ეგეთი ადამიანი რა, ფილმს რო უყურებ, აი The Zone of Interest ეგეთი ფილმი რო იყო ეხა ბოლო რა, მაგ ფილმში ძალიან მაგრად დამამახსოვრდა, ძალიან მაგარი ფილმი არის. მაგ ფილმში დამამახსოვრდა ის, რომ მთელი ფილმის მნიშვნელოვანი ხაზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის და სიუჟეტის გარდა არის ხმა. ანუ ფილმს ყავს ისეთი ხმის ტიპი, ანუ ისეთი ადამიანი აკეთებს ამ კინოს ხმას, რომ ანუ სულ რო სიუჟეტმა ნუ ისაც ძალიან საინტერესოა, ხმა მოგხიბლავს და ხმა მოგნოსხავს, ხო და რადიოს აქ ეგ რა. რადიოში ან ნახეთ, ჩემი აზრით რადიო რამ გააფუჭა. ძალიან ბევრი ადამიანი ზის ეთერში დღეს, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში წუწუნებენ, სხვა შორის სტატისტიკას რო გადავხედოთ. ვისაც აქვს ძალიან ცუდი ბგერები. ანუ ეთერში არ უნდა იჯდეს მით უმეტეს ტელევიზია კიდე იტანს ადამიანს, რომელსაც არ აქვს დახვეწილი მეტყველება. და ვიზუალით კაჩავს და რადიოში ხა რომ მიზის ადამიანი თქვათ ლუბგერით ან მაგრით ან რბილით, რომ ლაპარაკობს და ყლაპავს ამ ბგერებს, იგივეა რაც გახმოვანებაში, თუმცა კინო მაინც უფრო ცოცხალი პროცესია რა, ვიღლები. ამიტომ რადიოს ძალიან გაუფუჭა იმიჯი ფასმა, იმიტომ რომ რადიო გახდა დაბალფასიანი მედია, რეკლამაცია ფიღირს, თვითონ რადიოში რომ იმუშაო ხელფასად ძალიან ცოტას გიხდიან, მუშახელია ფიღირს, ყველაფერი, ანუ ფინანსური ამბიდან რომ გამოვიდა და აქედან გამომდინარე უკვე აი ისეთი კადრები დასხდნენ თქვა ეთერებში, აი მე გეუბნებით, როცა ჯერ რადიო კარგად იყო და მე უცბად ნელ-ნელა ასე ვთქვათ გაბანძ და ჟარგონი რო ვიხმარო, იმიტომ რომ ანუ მოხდა ვთქვათ ისეთი ადამიანების ხმები გამოჩნდა, ეხა არ ვიტყვი კონკრეტულად რომელ რადიოზე, რომელიც დღესაც ძალიან წარმატებულად მუშაობს და რამდენიმე შვილობილი ყავს, ხო, ნუ იქ რო ჩართავ ისეთი ხმები გესმის და ისეთი ბგერები გესმის და საერთოდ ისეთი მეტყველება გესმის, რომ ანუ აღარ გინდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხასიათის და მერე სტილი რა, აი ზოგი რადიო ისეთი აი მუსიკის აყვანის არ ვიცი ვის როგორ ევასება, ბაზარი არა, მე არავის გემოვნებაზე არ ვეჭიდავები არავის, მაგრამ აი ალბათ ხო კი, ეგეთიც უნდა არსებობდეს, მაგრამ აი რადიოს რო რთავ და იქ რო სულ кейფი გესმის. ანუ აი ცოტა ნუ ვიღაცა შეიძლება ჭირდება ეგ, თუმცა ნახეთ აი მაგ პრიორიტეტებმა მგონია რომ გააფუჭა ზოგადად რადიოს იმიჯი. მარტო მუსიკითაც კი არა ქვეყანაში, ხო? მარტო მუსიკით კი ტიხრებშიც რო დარიდური დარები გესმის. ტიხრები და წამყვანიც რო აი кейფობს. მოგესალმებით, ეთერშია დილაკ და FM-ი ტალღაზე. ხო, ნუ ეს ამბავია რაღაც შაბლონი
ჟარგონური ამბები და ესე ფრაზები, მაგრამ აი ხო რა წამყვანიც რო აი K-pop-ს ყოველ დილას, შუა დღეს, საღამოს, უკები, მაგრამ ხო ვიღაცას მოწონს ეთყობა. ვისაც K-pop მოწონს, ჩაწერდა უკვე ფლეშკაზე რა. მომენტ ნახე ამბავია მოთხოვნა რომ არ იყოს, ანუ არც იარსებებდა. შესაბამისად გველოსება ქართველებს ეგეთი ხო, რეალურად ანუ რადიომ გამოაჩინა, რამდენიმე ვაკეი. რადიომ გამოაჩინა რომ მაგ რამდენიმე უფრო თავი გადაირჩინა, ვიდრე დახვეწილმა რადიო სიხშირეებმა და აქედან გამომდინარე ქვეყანაში გვაქვს პრობლემა და ქვეყანაში არის არასწორი მენეჯმენტი და ზოგადად ჩემი აზრით ბიუჯეტური ან ფინანსური თვალსაზრისით მაგის დაგდებიდან იწყება ეგ ყველაფერი რა, ანუ რადიოში მუშაობა მარტივია და არა და პირდაპირ ეთერში ჯდომაზე ტელევიზიას გულწრფო ბევრად რთულია. Τώρα შენ ხმით აკეთებ ყველაფერს, ნუ მოკლედ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს თემა. თუმცა აღნიშნა რომ აი მაგალითად გერმანიის ძალიან ბევრ ქალაქში დღემდე არსებობს ეგეთი ამბავი, რომ აი როგორც ჩვენ დილას ვდგებით და სკროლავთ რა რა ხდება ჩვენს გარშემო და ადრე როგორც იყო რომ გაზეთებს ურიგებდნენ ადამიანებს და საუზმეზე გაზეთები დისხდნენ და ეცნობოდნენ გერმანიის ძალიან ბევრ ქალაქში არსებობს იმდენი ქალაქში არსებობს პოპულარული სახელმწიფო რადიოები, რომ ადამიანების ჩვევა არის რომ პირველი მანქანაში ხდებიან სულ რომ უნდოდეთ მუსიკის ჩართვა პირველი რთავენ. და ისეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იციან რომ იქ სწორი ინფორმაცია, იციან რომ საინტერესოა, იციან რომ დღის განმავლობაში გამოადგებათ და იციან რომ განწყობასაც გაუმჯობესებს და თქვათ თავის პლეილისტს გადადებენ, ჩართავენ და კარგად იქნებიან. აი ყველაზე ხარისხიანი მე რაც მახსენდება რადიოს თვალსაზრისით საქართველოში იყო FM 105. აი იყო გასულენოს 105 არ მახსენდება რომ რა იყო რადიოს ეგრე ერქვა FM 105 105 და აი შონზო და ხო ნუ ხარისხი რა ხუმრობა იყო და მუსიკაც კარგი ჰქონდათ გადმოცემით ალბათ გადმოცემით და რაღაცები YouTube-ზე მოხმოსმენ ხო არ გიმახსოვს მანდ ზარები იყო მაგათთან ურეკავდნენ საჩუქრებს ჩუქნიდნენ ხდებოდნენ სიგიჟე ხდებოდა ხო ძალიან საყვარლობა იყო ესეთი იუმორისტული რადიო იყო და მართლა მაგრა კაჩავდა იგეც ძალიან პოპულარული იყო და ძალიან აი ესეთი ახალი იყო და მართლა მაგრა გამოდიოდა სერიოზულად კარგად გამოსდიოდათ ხო. ოღონდ დიდი ხანია ეგ რადიო აღარ არის და მეც მუნდოვნად მახსოვს ეგ რადიო იმდანაც ხო ეხლა გამიკვირდა შენ ეთყობა რადიო გევასება ზოგადად და რისერჩის და იმით თორე ხო ეხლა პოდკასტის ერთ-ერთი უცნობის მუსიკას მოусმინე დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მუსიკა აქვს ჩემი აზრით არ გაუფუჭებია ნამდვილად რადიო უცნობის ხო აი პოდკასტი მაგიტომ ევასება ერთ-ერთი რომ რადიოსთან ასოცირდება ჩემთვის პოდკასტი იმიტომ რომ ნუ კამერა არის ბაზარი არა მაგრამ ძირითადი უფრო არის ხმა ხო რა თქმა უნდა ნუ კამერა მიკროფონები რო არ გვედოს ვფიქრობ რომ აზრი არ ექნებოდა იმიტომ რომ ჩაშინება რა თქმა უნდა და უხარისხო იქნება აი დღესდღეობით თქვენი აზრით ღირს თუ არა რადიოში მუშაობა აჩნია რა ხო აი აქედან გამომდინარე ხა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ რთულია რომ ის ხასიათი იპოვო ანუ გემოვნებას გააჩნია რა შენ რა გინდა ანუ მაღაზია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული თუ მინდა რომ იქეიფო ბაზარი არა რა ვიცი შეგიძლია ძალიან აი ცოტა არის ისეთი რადიო რომელიც არ ვიცი ვიღაცები იძახიან მე არ მომწონს ეგ საერთოდ რომ აი გემოვნებიანი რას ნიშნავს გემოვნებიანი საყოველთაოდ ვინმე დააწესა სტანდარტი რომ ეს არის გემოვნება და ეს უგემოვნობა ვიღაცისთვის ეს ან გემოვნება ისეთი რაღაცაა რომ მე შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც მომწონდეს საერთოდ შენი გადმოსახედი არის რა თვალსაზრისით აქვს იცი მნიშვნელობა ინტელექტუალურ ღირებულებას თუ განვიხილავთ აქ და რამე ისეთ მეტყველება როგორი გესმის და ხმა როგორი გესმის ამაზე ვსაუბრობთ თორე ხა შეიძლება ვთქვა მე საერთოდ სხვა მუსიკა მომწონს შენ საერთოდ მაგრამ აქ თავარი არის რომ რადიოს ხარისხი პირობითად გემოვნების გარეშეც რომ განსაზღვროთ არის ერთი კონკრეტიკა რა ძალიან კონკრეტული ამბავია რომ მე რო რადიოდან ანუ მსმენით ვისმენ თქვა ხმას ის ხმა უნდა იყოს ხარისხიანი ამაში იგულისხმება მეტყველება ბგერები საუბრის ტემბრი საერთოდ ყველაფერი ხო ეგ არის პირველ რიგში პრობლემა თორე ხა ვიღაცისთვის თქვა ის უგემოვნო მაგალითად რაღაცა ბაიათი ჩემთვის პირობითად უგემოვნო ბაიათი ძალიან საინტერესოა და ძალიან მოწონს და მე რაც მომწონს იმას არ მოწონს ანუ მიხდი ესე ვერ ვიტყვით რა გემოვნებიანი ხო მეც არ მიყვარს ხოლმე თუმცა მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ახლა რომელიმე პოდკასტზე მაგალითად რადიო თავისუფლებაში მაგრამ არაცხადია მუსიკალური მიმართულებით იმიტომ რომ ჩემი ასაკისთვის აღარ არის საინტერესო მაგრამ ახლა რო ვიყო მე 20 წლის ვცდიდი
მე აუცილებლად ვცდიდი, იმიტომ რომ იმ გზას გავივლედი, რაც გავიარე, იმიტომ რომ მომწონს. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რა, არ ვიცი, ვინმე თუ გვისმენს და გვიყურებს ახლა ვისაც რადიო შენაირად უყვარს და ჩვენაირად უყვარს. აუცილებლად ვცდიდი კი. კი, ხო, აუცილებლად უნდა ცადოს, უნდა იპოვოს ის რაღაც სივრცე, გარემო, FM-ი, რადიო, რა ვიცი, ადამიანები და ძალიან საინტერესო გამოცდილება, იმიტომ რომ რეალურად მე გამოცდილება რო არ მქონოდა, გახმოვანებამდეც ვერ მოვიდოდი. ხო, ვერც მე. მე და ციკომი გავიცანით ერთმანეთი და მაგის მერე მოგვეცა შანსი, რომ გადავსულიყავით ფილმების გახმოვანებაზე და მაგის მერე, რა ვიცი, მოვედით აქამდე რა და რა არის, ხო, ახალი და საინტერესო კონტაქტები არასდროს არ არის ზედმეტი. არასდროს არ ზედმეტი. პირიქით. ხო, და გამოცდილებაც, ნებისმიერი გამოცდილება უკვე გამოცდილებაა რა. ხო, კი, არის არასდროს როდის, სად და რაში დაგეხმარება. შეიძლება თვლიდე რომ აი უბრალოდ რაღაც სამთვიანი რაღაც შენი სამუშაო გამოცდილება დაკარგულია შენი წლების და დროის და მით უმეტეს ანაზღაურებას თუ არ გაქვს. ახლა მაშინ მე რო რადიოში მუშაობდი არ ვიტყვი ხა იმ ანაზღაურებას რაღაც სასაცილო ანაზღაურება. ხო, მე კაი ანაზღაურება გამომდიოდა რატომ? ნუ ახლა ჩემთვის იყო სასაცილო ანაზღაურება, რა თქმა უნდა, იქ დაინტერესება ჩემთვის არ იყო ახლა რომ რაღაც ანაზღაურების კუთხით რაღაც. უბრალოდ მე ძალიან აქტიური ვიყავი, ძალიან მინდოდა, რაღაც მეცადა და ეგ მაგას ვიაზრებდი უბრალოდ და ხვდებოდი იმ ასაკშიც, 18 წლის ასაკშიც, რომ რაღაც ყველანაირი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა ჩემს შემთხვევაში რა. ჩემს შემთხვევაში, ხო იცი, არის ეგ არის ასაკი რა, როცა შენ ექსპერიმენტების შესაძლებლობა გაქვს. იმიტომ რომ თქვათ უკვე 10 და 15 წლის შემდეგ რა უკვე ფინანსური რაღაც ამბები ისე გჭირდება რომ უკვე არჩევანი რო აბა მოდი გავტესტო ექსპერიმენტი ჩავატარო ნაკლები გაქვს იმიტომ რომ იქ მოდის სხვა პასუხისგებლობები და ეს 18 19 20 21 22 წელი 25 წლამდე დაახლოებით ახლა ეს ზუსტი სტიგმა არ არსებობს 25-მდე ზოგს უფრო ადრე ეწყება ეგ პასუხისგებლობები თუმცა შედარებით მეტი მცდელობების დრო გაქვს და აქედან გამომდინარე მგონია რომ ხო ვისაც რა ინტერესი აქვს მაქსიმალურად მაგას აქში უნდა ცადოს ეგრე არ არის იმიტომ რომ მე ხო შეიძლება რაღაცა რაც ძალიან გინდო და ფიზიკურად რო აღარ დაგჭას და აღმოჩნდა ისეთ პროფესიაში რომელიც დიდად არ გიყვარს მაგრამ ფულს შოულობ ხო წეგან ახსენე ლიტერატურა როგორც ვიცი რამდენიმე წიგნი გაქვს დაწერილი რა ჟანრის წიგნები გაქვს დაწერილი და რაზე არის სიუჟეტზე რო ისაუბრო ერთი-ორი სიტყვით და რატომ მოგინდა წიგნების წერა ერთი-ორი სიტყვით რომ მაგას ისაუბროთ იცი რა არის ჟანრი ზოგადად ხო რომანებია ორივე სამი წიგნი მაქვს დაწერილი ერთი არის სილაბუსი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რომლითაც სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას უცხოურ ინოვანი სტუდენტები საქართველოში სწავლობენ ქართულ ენას, რაღაც ცელულოიდის ენები ესე ქვია. ძალიან საინტერესო წიგნია, სხვა შეს პატარა ვიყავი რომ გავაკეთე. აჭარეში ერთ-ერთი სამაყო პროექტია ჩემთვის პირადად, აი რაც მიხარია ხოლმე რომ ახსენდებ. წიგნებს რაც შეეხება ხ ჩემ წიგნებზე ვერ მოვყვები, მგონი ნორმალურია. ორი. საერთოა ხოლმე ჩემთვის ლაპარაკი, ცხადია ორივე თავისებურად მიყვარს. პირველი არის 2018 წელს გამოცემული და არის კლასიკური რომანი. მეორე არის ახლა 2024 წლის ბოლოსკენ გამოვიდა, თუ 25-ში იყო. 24-ში ხო. 24-ში ლაშას რო ეკითხები, იმიტომ რომ უფრო მაგრად ახსოვს. ლაშ 33-ის ვარ თუ 38-ე? ხო და არის პროპოლიტიკური სატირა, უფრო პოლიტიკური ტექსტი და უფრო მეტად ნოველა, თუმცა გამოცემულია წიგნად. ხო, ჯერჯერობით მანდ ვარ. რატო დაიწყე აი წერა რა? ეს არის გულწრფელად რო თქვა, ანუ სულ რაც თავი მახსოვს წერდი. აღარ და არ ვარ ეგ გოგო რომ აი ბევრი დღიურები მაგ დაწერილი, მაგრამ აი სულ წერდი რა. ჯერ ლექსებს წერდი ბავშვობაში, რომელიც აქამდე არ გამომიჩენია და ალბათ არც გამოვაჩენ. მაგრამ ბევრ ლექსს წერდი. თვითონ არ იტყვის ამას, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ციკოს ეს ნიჭი შეიძლება გენეტიკურიც იყოს, იმიტომ რომ ციკო არის შთამომავალი იაკობ გოგებაშვილის. ხო, სწორად ვამბობ. კი. კი. ხო. ხო, მაგრამ იმდენად ანუ ჩემი ხო. ნუ ძალიან დიდი ბაბუა გამოდის. ხო. ოღონდ არაპირდაპირ, იმიტომ რომ თვითონ შვილები არ ყავდა და მისი შვილი ვარ. ხო, თუმცა ნუ შეიძლება, მაგრამ ეხა იაკობ გოგებაშვილის ნიჭი რომ მქონდეს, აქამდე ჩემი წიგნები ძალიან დიდ ამბებს ატეხა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ნუ შეიძლება ძალიან გამიხარდება თუ აღმომაჩნდება, მაგრამ ხო, ნუ ერთ-ერთი მგონია რომ მისგან რაც მერგო ძალიან მიყვარს ქართული ენა
ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა, მგონია რომ ერთ-ერთი უნიკალურია სოფლიოში და მართლა გულით ვგრძნობ და ჩემი მთელი შეგრძნებები და მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილი მაქვს იმაზე, რომ ჩემი ენა ჩემი ქვეყანა დავიცვა და იქიდან გამომდინარე თვითონ იყო ეგ ადამიანი ვინც დედაენა დატოვა და ამაგაზე გაიზარდნენ და გავიზარდე მეც ცხადია, ძალიან მადლობელი ვიქნები, რომ მისი რაღაცა, არ ვიცი, აი 5 გრამის, მე-4-ის, მე-13-ის, 1 ძალა შესაძლებლობები და უნარები მომცა მართლა გენეტიკურად ძალიან მადლობელი ვიქნები, თუმცა არ ვიცი, ჯერ პროცესში ვარ. თუმცა ამბავი ეგ არის, რომ ხო, ეგ მაქვს ნამდვილად რა, ჩემი ყველა ადამიანს უყვარს თავისი ენა და თავისი ლიტერატურა, მაგრამ აი მე ბავშვობიდან სხვანაირად მიყვარდა. და ხო ისე მიყვარდა რომ ვერასდროს ვერც ერთ ენაზე და ვერც ერთ ვერაფერზე ვერ გავცვლიდი. ხო ეგ მაქვს და მგონია რომ აქედან მაქვს რატომღაც. ხო და ლიტერატურას რაც შეეხება უფრო მეტად საყვარელი უცხოელი ლიტერატურის წერალია. ხო. აი მე სტივენ კინგი მიყვარს მაგალითად ძალიან. მე ძალიან მიყვარს სილვია პლათი. ძალიან მიყვარს სარტრი. და მაინც ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი ალბათ ვინც გადამარჩინა ძალიან ბევრჯერ და ვინც არის ჩემთვის მწერალზე მეტი ანუ ცოტა ბევრია. მაგრამ აი ჩემთვის რაღაც ცოცხალი ორგანიზმი რომელიც სულ ჩემ ცხოვრებაშია და მართლა მწერალზე მეტი არის კამიუ. და არა მხოლოდ მისი თქვა ფილოსოფიური წიგნები და კვლევები და ასე შემდეგ, არამედ ხო რომ წიგნები რა ლიტერატურას რასაც წერდა ძალიან მეხმარება ხოლმე. თუმცა ხო რაღაცა ცვლადია, ხო დოსტოევსკიც არის ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ რუსები მეზისხებიან დოსტოევსკის ვაღმერთებ. პოლიტიკური არა პოლიტიკური რუსები იგი ნაცი ამძულს, მაგრამ ნუ დოსტოევსკისაც თვითონაც ხო. ხო, ამიტომ როგორც ვიცი ბოლომდე რუსი არა დოსტოევსკი. ხო, მაგას დიაგნოზი თვითონაც არ ევასებოდა დიდად რა, მოკლედ. მაგრამ ნუ პრინციპში აი ხო ეგრე ვარ, კამიუ ალბათ ჩემთვის ღმერთი, მაგრამ დოსტოევსკიც არის. კარგი, მოდით ახლა ჩახმოვანებაზე გადავიდეთ. აი დოსტოევსკიდან და კამიუდან რომ ჩახმოვანებაზე გადავიდეთ. ისეთი ნახტომია ცოტა. ძალიან უცნაური ნახტომია. ჩახმოვანებაში აი თქვენი აზრით როგორი იქნება სწორი ჩახმოვანება, იმიტომ რომ ჩახმოვანება ხო მარტო გინებები არ არის, მარტო ის არ არის რომ ეგ ლაშასთან. იმიტომ რომ ლაშა მიცის სწორი ჩახმოვანება რა არის. სწორი ჩახმოვანება როგორ უნდა გააკეთოს სიტყვაზე ეხლა. იცი რა რაღაც უცნაურია იცი რა, ანუ ეს სწორი ჩახმოვანება, არასწორი ჩახმოვანება. ახე უბრალოდ მარტივია რა, თუ სულ უბრალოდ გინებები იქნება და სიუჟეტს მორგებული არ იქნება, ხასიათს მორგებული არ იქნება, რაღაც პერსონაჟებს, სცენარს, კადრს, ადამიანებს, ხო? ხო, დრამატურგიას თუ დაუკარგავ იმ ფილმს, რაც უნდა იგინო არ არის კაი. პლუს ამას არ იქნება შენ ანუ რეალურ ცხოვრებასთან ერთად მორგებული, გამოვა რაღაც სისულელე დებილობა, ხო? ანუ უბრალოდ გინება გამოვა, რაღაც საათნახევრიანი, ტყ რო გადააბა გალუპო პროსტა დედის გინება და გადააბა. ეგ არ იქნება. ძალიან ბევრი ფილმი არის, რომელიც საშუალებას გაძლევს პარალელურად, რომ შინაარსიდან გამომდინარეც, აი ძალიან კარგად იღადაო, საკაიფოდ იღადაო. აი Airplane რაც გვაქვს გახმოვანებული, ანუ ის ქართულ ამბებს უხდება ზოგი ფილმი ძალიან რა. სიუჟეტურადაც აი რაღაც აბსურდი, სიგიჟე, დეგენერატობა ფილმია. მივხვდი, აი მაგიტომაც ძალიან უხდება ეხა ჩახმოვანება. იქაც რაღაც იმიტომ რომ აი დედპულიც ეგეთი იყო მაგრამ დედპული ბაზარი არა. დედპული კიდე დედპულს დიდად ჩახმოვანება არ ჭირდებოდა გინებების დამატება თვითონაც დედის ტრაქს. და მე ვიტყვი თუ შეიძლება ერთ რამეს რა რომ აი ჩემ აღქმაში მიუხედავად იმისა რომ ჩახმოვანება მართლა სრულად ჩემი დალაშას პროდუქტია და არც მახსოვს საერთოდ როდის როგორ, მაგრამ იქ მახსოვს რომ ერთად მოვბოდეთ, რომ ჩახმოვანებული აჭარანეთ გამის მიერ. და მე ძალიან მოგვეწონა და ვაკეთეთ. თუმცა ანუ აი ჩემთვის ახლა იმიტომ რომ ლაშა ჩემი მეგობარია და ლაშ და მიყვარს მაგიტო არა. აი ჩემთვის წარმოუდგენელი აი ჩახმოვანებაში რომ გოგოს ხმა შეიცვალოს. ოკეი. აი კიდე კაი რა, იმიტომ რომ აი ხა გოგო იშვიათად შემოდის ამ ამერიკულ ფილმებში და ეხლა აი მე ახლა მომიწენქი, ახლა მე ვიტყვი თუ ვიღაცა სხვა გოგო ეგრე ძალიან
არა, ეგ შეიძლება შენთვის, მაგრამ მე მაინც ნაკლები როლი მაქვს ხოლმე ხმოვანი თვალსაზრისით, თორე ისე ძალიან დიდი პროცესია. მაგრამ ანუ ლაშას ხმის garaშე ჩახმოვანება რომ ვინმემ გააკეთოს, ანუ მე არ ვამბობ თქვა ძველი ევროტურები და შონზო და ბიჭები რო აკეთებდნენ, ეხა იქ ჩახმოვანება არც იყო, ჩახმოვანება არის ის, რაც უკვე მე და ლაშამ დავიწყეთ. და ჩვენ დავარქვით, ხო? და ანუ ჩახმოვანება ჩემთვის არის ლაშა. აი, ეგ რო ვინმე სხვა ბიჭის ხმით გავიგო, მე თვითონ შოქს მივიდა. აი, არ მოუხდება. არა, რატო ეხლა აი, არ მოუხდება. და რატო ვამბობ, იცი რო კითხე ლაშასთან, თქო? ანუ აი რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი ტექსტი რო წერია და თუ გინდა დაატყუეთ, აი წერია ამ ტექსტში. ანუ ლაშა ისე ამბობს. ისე იდიოტურად აკეთებს და ისეთი გემრიელია და ისე აჯდება რომ ხა აი თუ ეგ იუმორი არ აქვს ანუ რაც ამას იმ მომენტში და ეგრევე გრძნობს ამ ტექსტს რაც მიცას ხა რაღაცა დიდ ფასეულობას ვალაპარაკო მაგრამ ანუ აი ჩვენს ჩემთვის ძალიან ფასეულია ეგ პროდუქტი რა და აი ვინმე რომ მითხას რომ ხა აი ჩახმოვანებას რო აკეთებ რატო გიხარი ეხლა რომ ანუ ჩემთვის ეგ პროდუქტი არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია ჩვენ და იმ დიდ მაყურებელს შორის რომელიც ყავდა რა და იმ ჩახმოვანებით ჩვენი მაყურებელი მე ისეთ კინოკოლექციებს ნახულობდა რომ ჩემთვის ანუ ძალიან ბევრი მიზნობრივი აუდიტორია ვისაც მინდოდა რომ მაგალითად კლასიკა ენახა შეიძლება ლაშას ხმის გამო გადასულიყო და ენახა რა და ანუ ამ ჩვენ რაღაცა პატარა ნაბიჯებს ძალიან დიდი გვერდითი ეფექტებიც ჰქონდა იმ თვალსაზრისით რომ სულ ავრცელებდა განათლებას კინოს მიმართულებით და ამ იდიოტობის ფონზე სულ მიდიოდა მაქეთ რა და მე მგონია რომ ლაშა როა რა ანუ არ იქნებოდა ეს ჩახმოვანება ეგეთი პოპულარული იმიტომ რომ მართლა იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია და მიყვარს აი ბევრჯერ მიფიქრე რომ აი ლაშა რო ავად გახდეს ახლა ვინ დაждდება ჩახმოვანებას ანუ შანსი არ არის არა იმიტომ რომ აი არ ტყამდა რა აი ემოციებს ეგ მე პრაქტიკაში მოდიოდა ხო და იდეაში ჩვენი ამბავი რაც იყო ის რომ მე და ციკომ რო დავიწყეთ ეგ ყველაფერი რაღაცა ჩვენვე გავზარდეთ და ჩვენ თვითონვე გავიზარდეთ ამ ჩახმოვანებაში მე ხვდი ანუ რაღაც ყოველკვირეულად ხდებოდა ეგ ყველაფერი და მე ჩვენ თუ რაღაცებს ჩვენთვისაც უფრო იდიოტები ხდებოდით კვირიდან კვირამდე კი არ მოვერგეთ ამ ჩახმოვანებას ანუ ვიღაცა კი არ აკეთებდა ანუ ჩვენვე შევქმნით ჩვენ თავთან ერთად რა იმიტომ რომ თან ახსენე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყავდათ ძალიან მაგარი სცენარისტები თან რა კი ტექსტის ვინც აკეთებდნენ ეგ ძალიან კარგები იყვნენ და ახლა მე მახსოვს რომ აი შენ რომ მოყევი ხარო შენ ჩვენ ჩახმოვანებას უყურებდი ჩუმად მე უყურებდი ეგრე შენზო ზვიოს გახმოვანებებს ჩუმად მე ჩემი ძმა და მაგაზე მეძინებოდა ყოველდღე მე აღარ შემზე პირად ვიცი ტექსტები ევროტური პატარა კაცი და ჩემთვის ანუ იმდენად საკაიფო იყო იმდენად მომწონდა რასაც ისინი აკეთებდნენ ახლა ვერ გეტყვი რომ ინსპირაცია ეგ იყო რომ გახმოვანებაში მოვედი მაგრამ ჩახმოვანების ამბავში რომ გავიჩიტეთ რა და მე დაიწყო ეგ ამბავი ანუ რა თქმა უნდა ვერც მივა იმათი ნამუშევრები მართლა ისეთი ნამუშევრებია რომ იქ ანუ ნახე იქ სცენარსაც ძალიან ეთყობა რომ ძალიან საკაიფოდ არის ნამუშევარი ტექსტსაც ძალიან ეთყობა ტექნიკურადაც იქ დუბლირება კეთდებოდა აქ ვოისოვერი კეთდება ანუ ვერც ერთი ვერაფრით ვერ შევადარებ რა ხარისხობრივად იმიტომ რომ დღემდე ჩემთვის შონზო ზვიოს და აი მაგათი გახმოვანებები დრუპის გახმოვანებები იმ დროინდელი ერთ ჩემი ბავშვობაა მე მაგაზე გავიზარდე რა აი სუპერ ოჯახი იყო ეგეთი მე რომელზეც გავიზარდე ანიმაციამდე რაღაც აი სუპერ ოჯახი იყო მე მგონი მაკვინის მაგათმა გაახმოვანეს და რაღაცა ხო მაკვინი არ მახსოვს არა მაგათ მაგდენი არ აქვთ მაგათ აქვთ მე და მე კიდე გაახმოვანეს ხო მაგრამ ეს პირველი 5-6 ხო პირველი 5-6 იყო რომ ანუ აი ყველგან გესმოდა ხო ძალიან აი სიგიჟეები იყო იმენ ძალიან საკაიფო იყო რა და მე მინდოდა რომ რა მცდელობა ხა ჩემი მხრიდან ისეთი იქნებოდა რაღაც სულელური რომ ის გამოსულიყო რაც იმათ მაგრამ აქეთ რასაც მე და ციკო უქმნიდით და პროცესში გვექმნებოდა იმიტომ რომ ესე გადაწყვეტილი დამჯდარი ეს ბრეინსტორმინგი ამაზე არ ჩატარებულა რომ ჩვენ ახლა ამას ვიწყებთ და დავწეროთ ახლა ხელი მოვაწეროთ დავამტკიცოთ მიდიოდა მოხდა ძალიან ბუნებრივად ძალიან ორგანულად და მაგიტომაც იყო ძალიან ბუნებრივი და ორგანული იმიტომ რომ ტექსტებს ახლა მე და ციკოც ანუ სინქრონში ვცვლიდით ხოლმე იქ რაღაცები თუ მოფიქრებასაც ხო კი ანუ ხუმრობები ძალიან ბევრი მოფიქრებული იყო და ტექსტები ისეთი მოგვდიოდა რომ მართლა საკაიფო არა ვცვლიდით ხანდახან იმიტომ რომ ისეთ სცენარისტები ყავდა რომ დიდად არ გჭირდებოდა ზეწოლა რაღაცა ტექსტი მომენტში თუ რაღაცა გეგონა რომ შენ უკეთესად იდეო თან ეხლა ვახსენე კიდეც რა ჩვენთანაც რომ ანუ ჩახმოვანება არის ის რომ აი უდიდესი სივრცე გაქვს რა ანუ სიტყვაც რო გადამოგვიდებოდა ისე გამოვასწორებდი და შემოვატრიალებდი რომ ანუ ძალიან ცოცხალი ბუნებრივი პროცესი იყო არ ჩერდებოდა ცოტა დალევაც უხდება თან
ხო, ძალიან პირობებლარებს შეიყვარა ალბათ მაყურებელმაც და მსმენელმაც ეგ რომ აი რაღაცები ეხა ძალიან გავაიარდა ის რაც კონდიციონერი უნდა ჩავრთო. კი, აი ხო. ეშმაკი შევნიშნე თუ რაღაც რო იყო, ხო, ეგ ძალიან გავაიარდა ეხა თანამსიცხეში კონდიციონერი. ხო, არ მინახავს მაჩვენა. TikTok-ზე შევხვდა, ხო. ყოველი მეორე მესამე ვიდეოს უეგ უყურებო ხოლმე. ეგ არის და კიდე მეორე ის რა ქვია, იმის თიბეგი და ის რო ლაპარაკობს გაქცევაში, prison break-ში, ხო, რომ გული თავკაცმა რო გაიგვიძა თეთრი. ხო. ეგ ნახე, ეგ მეც შემხვდა. კი, ხო და რაღაცები გავაიარდა, მაგრამ აი ეგ ნუ არ არის ჩახმოვანება, მაგრამ ის ჩახმოვანებიდან იყო და მართლა აი ბევრი რაღაც სიგიჟე სისულელე გავიკეთებია და აქვე მე მგონი ცი ჩვენ მოდი დანიელთან ვთქვათ ეს ყველაფერი, რომ მაყურებლისთვის ჩვენ გვაქვს მომზადებული სურპრიზი, ძალიან დიდი ხანია. და თითქმის დუბლირებული ჩახმოვანებული არა, ჩახმოვანებული. მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ დიდი ხანია მოკლედ ელოდება ჩვენი მაყურებელი ჩვენგან ჩახმოვანებას, იმიტომ რომ კი ჩვენ comeback-ს და ჩვენ უკვე ჩაწერილი გვაქვს ერთი ფილმი ჩახმოვანებით. უბრალოდ რაღაც პროცესებს გავდივართ ტექნიკურად, რომ სად დავდოთ და განვათავსოთ და ძალიან ვფიქრობთ გვაქვს რაღაც საიტებთანაც, რაღაც პლატფორმებთანაც, მოკლედ აი ვცდილობთ რომ რაღაც ისეთი იყოს რა, რომ ყველამ ნახოს მარტივად, ყველანაირი რაღაც სირთულე ის გარეშე და როგორც კი ამას ვაგვარებ ძალიან მალე უკვე ახალ ჩახმოვანებას იხილავთ ჩემს მიუხედავად იმისა რომ სამი თვე აქ პირდებით მართლა უკვე დევს თაროზე კი არა მაგიდაზეა და უბრალოდ უნდა ავტოს სწორი პროცესი გვინდა რომ გავიაროთ რამდენი ხანი აღარ ჩაგვიხმოვნებია ცი 2018-ის მერე 19-ში კიდევ ჩახმოვანება აღარ გვქონა ბოლო 1 წელი 18-ის მერე ხო 2018-დან ახალი ჩახმოვანება არ გავკეთებია. აი თქვენი პოდკასტი ახსენეთ და გადავიდეთ მაგ თემაზეც. საიდან გაგიჩნდათ პოდკასტის იდეა და საიდან კიდე რატო გაგიჩნდათ რომ მაინც ამ თემაზე გახმოვანებაზე უნდა ყოფილიყო პოდკასტი. მოკლედ მაინც და მაინც გახმოვანებაზე არ გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა, ეგეთი დიდებული იდეები, ნუ აი 80% ჩვენ ცხოვრებაში ლაშს უჩდება. რა მე ვზივარ მიდოსავით, დაშველა მჭირდება. ხო და არა, ნახე ის იყო რა ქვია, ამბავი იყო ეგეთი რა, რაღაც შენ თქვი ხო. დიდი ხანი მოკლედ სადღაც 2 წელზე მეტია, ვფიქრობ რომ რა ფორმით, რანაირად და როგორ შეიძლება რომ გავაკეთო რამე. ანუ ან YouTube-ზე, ან TikTok-ზე, აი ძალიან დიდი ხანი მოკლედ რა რაღაცების პატარა მცდელობები მქონდა. ოღონდ სახალხოდ არ დამედია ეს ყველაფერი რაღაცებს ტესტავდი და მოკლედ მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობ იმაზე რომ YouTube-ზე მინდოდა პოდკასტი. ოღონდ ფორმატს ვერ ვფიქრობდი, აი ამ მუშაობაში ვიყავი Twin-ში ამბებში და მე უცებ ერთ დღეს დამარტყა რომ ანუ რა თქმა უნდა, ანუ მარტო არ ანუ თავიდან ვითომ ისე ვფიქრობდი მარტო რატომ რაღაც ეგრე, მაგრამ მე რა თქმა უნდა ვეღარ წარმოვიდგინე ციკოს გარეშე ყველაფერი, აურეკე ციკოს ეგრევე გახსოვს ეგრე. თან მე მქონდა ცივი პერიოდი, ანუ აი ნუ თითქმის ისეთ მდგომარეობამდე ვიყავი მისული რომ არასდროს არ მიქნია, მაგრამ ვაპირებდი ცოტა ხანი გადაბარგებას ქვეყნიდან, ძალიან სულად ვიყავი. და ლაშამ რომ დამირეკა და ეს პოდკასტი აღონდ ნუ ჩვენი მთავარი იდეა პრინციპში იყო კინო რომ ორივეს გვიყვარს რა თუმცა ეს ფუნქცია ხო რა სახით გვექნა ეს ყველაფერი და როგორი ფორმით მიგვეწოდებინა მაყურებლამდე და პირველ რიგში როგორ გაგვიხსენებინა ჩვენი თავი რომელიც თქვა ერთად დიდი ხანია აღარ ახსოვთ რაღაც ბუნებრივად მოხდა ეს პროცესიც რომ მივედით ამ ფორმამდე რომ მოდი დავიწყოთ ხმების გამოჩენით და პარალელურად ვისაუბროთ კინოზე რა აი ჩვენი პირველი პოდკასტები პირველი ეპიზოდი მეორე ეპიზოდი მესამე ან მეოთხე როგორც თუ სწორად მახსოვს ჩვენი მთავარი იდეაში დღესაც არის ეგ რა მაგრამ სადღაც ცოტა უფრო ზედაპირულად შვებით მაგ ყველაფერს რომ იყოს სერიალების და ფილმების განხილვა მაგალითად მეორე ეპიზოდი ჩემი და ციკოსია 1 საათიანია ამის და იქ საუბრობთ ედოსენსზე რა ხო სერიალზე ვლაპარაკობთ პირველი ეპიზოდი მთლიანად ჩახმოვანებას დაეთმო სტუმრის გარეშე მე White Lotus-ი იყო ჩემი და ციკოსი და მე რომ დავიწყეთ სტუმრების მოწვევა რა თქმა უნდა სტუმრები ჩვენთან ახლოს სფეროში ყოფი ადამიანები გვინდოდა თან პარალელურად რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო რაც მიხვდეთ რომ უფრო მხიარულად გამოვიდა ის რომ თითქოს და ძალიან სწორადაც და
ჩვენი ერთ-ერთი იდეაც იყო ეგ, რომ ანუ გამოგვეჩინა ეს მსახიობები, გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, მათთან ერთად განგვეხილა, შემდეგ მე ინფორმაციაში გადავედით, რომ თან მსახიობები ყავს, მოდიან, ანუ არა მარტო გახმოვანების მსახიობები, შეიძლება მომავალში ჩვენმა მაყურებელმა ნახოს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მაგრამ სცენარისტები, მსახიობები, სხვა სპორტსმენებიც არა, კინომსახიობები. მაგრამ თითქოს ეხლა ნელ-ნელა ვაკეთებთ იმას, რომ ვიწევთ გახმოვანების მსახიობებს და თან ვსაუბრობთ სერიალებზე და ფილმებზე, რა, იმიტომ რომ არ არსებობს ვსაუბრობთ მათ პროფესიაზე, მათ განვლილ ამბავზე და შემდეგ აუცილებლად რომელიმე სერიალს ან ფილმსაც განვიხილავთ პარალელურად, რა ჩვენ მაყურებლები ვინც არიან მიხვდებიან რა, ხო? ანუ შეიძლება ძალიან სიღრმისეულად იქ არ ჩავდივართ და რაღაცებს არ იმაშვებით, რა ქვია, ცოტა ზედაპირულად ვაკეთებთ, მაგრამ თან რეკომენდაციის სახეც აქვს მაყურებლისთვის, რომ ვისაც ნანახი არ აქვს პირობითად ნებისმიერ ფილმი ან სერიალი უყუროს და ისედაც თუ ვინმე საინტერესებს აზრი, ამ თუ ნანახი აქვს და აზრი აინტერესებს, შეუძლიათ რომ მოისმინონ რა, ეს იყო მთელი იდეა ყველაფრის და ციკო არის ის ადამიანი, აი მართლა თვითონ ძალიან ბევრი ლაპარაკა ეხლა ჩემს და მე არ მინდა რომ ვალდებულად კი არ გძნობ თავს და მაგიტო კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგას უსვამ ხას. ციკო არის ადამიანი, რომელიც ანუ გარდა იმისა, რომ ჩემი თანამშრომელი იყო, რავი, აი ჩემი ოჯახის ნაწილია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, იმიტომ რომ ამას რო შეუძლია გვერდში დგომა და გატანა შენი, აი იშვიათად მე ადამიანები, უამრავ ადამიანთან მქონია გადაკვეთა, უამრავ ადამიანთან მიმეგობრია, თანამშრომლია, ასე შემდეგ, მაგრამ ციკო არის ადამიანი, რომელმაც აი თუ შეუყვარდი, თუ პატივის ცემა დაიმსახურე, ციკოსი ძალიან რთულია სხვათაშორის. ციკოს პატივის ცემის დამსახურება. მართლა ეგრე. არა, ყველა ვერ მიყვარდება ეხლა რა. აი, არ ვიცი, არ არსებობს სიტუაცია, დრო, მომენტი, რომ ანუ შენთან არ იყოს, შენ გვერდზე არ იყოს, იქ არ გაჩნდეს და ჩემთვისაც აი წარმოუდგენელი ამბავი იყო რა, ვინ თუ არა მე, ანუ რა ვიცი, ჩემი ამ სფეროში შემოსულიანად. თავიდან ბოლომდე ხო მოყვევი, ანუ ციკოს დამსახურებაა მე დღეს რო გახმოვანებაში ვარ მართლა. იმიტომ რომ ციკომ დამირეკა და მითხრა რომ წავიდეთ გავახმოვანოთ რაღაც საიტი იქნება, მაშინ არ ვიცოდით რომ ეს აჭარნეტია. და ესე მოვედი აქამდე, რომ ძალიან ერთმანეთით გავზარდეთ, ძალიან ბევრჯერ გამზარდა როგორც პროფესიულადაც, ისე ადამიანურადაც და რავი საბოლოო ჯამში ის რომ მე რაღაც იდეები შეიძლება მომდის, ციკო შეიძლება ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მხოლოდ მისი არსებობაც კი ამ ჩემი იდეების მყვებავია რა, ესე ვიტყოდ. ქცემა. მართლა ეგრე. პატარა ჭრაზე ვიყავით გასული, გავიდე დაახლოებით 45 წუთი ჩვენი პოდკასტიდან. მე ისა შემცივდა რომ მოვიდე. ჟაკეტი მოვიდე. აი ერთი ანიმაცია მინდა განვიხილოთ თქვენი გახმოვანებული. აჰა. კოროლაინი. ხო. კოროლაინი. ანიმაციას ცოტა ტიმ ბარტონის ხელი გულევია. ხო, ანუ სიმართლე გითხრა, ესე ხა მე საერთოდ არ მახსოვს. არ გვახსოვს არც ერთს, იმიტომ რომ კოროლაინი გავხმოვნეთ სადღაც 2016-ში, მე მგონი 17-ში ალბათ რა და იმდენად დიდი დროა გასული ახლა მაგის მერე და ბოლო პერიოდშიც არ მინახავს რომ აი სიმართლე გითხრა გაგანებაში არ ვარ, ვიცი რომ გოგოზეა, ეგ მახსოვს, ღილები რო აქ თვალებზე ევანგაზეა და მაშინ მახსოვს ემოცია რაც დამიტოვა ის რომ რაღაც ახალს უყურებდი, ძალიან საინტერესოს უყურებდი, ისეც რაც აქამდე არ მინახავს. აი კოროლაინზე ეს შეგრძნებები მახსენდება, მაგრამ აი კონკრეტულად რაზე მაქვს ეს შეგრძნებები, სიმართლე გითხრა, ვიცი მეორე ნაწილი გამოდის. მართლა? როგორც ის დაანონსებულია და ნაწილიც იქნება და მაშინ უნდა ვუყუროთ თავიდან წინ. მე საერთოდ არ მახსოვს სამწუხაროდ. აი რა ხდება შენ რო გითხრა, ხო? რო გაგვახსენო თან. თავიდან ახალ სახში გადადგან საცხოვრებლად. სადაც იდეაში ბავშვმა არ უნდა იცხოვროს, იმიტომ რომ ერთ-ერთი თორსებინება მოსტრია თუ ჯადოქრებისთან არ მახსოვს. არა, ბავშვებს იტაცებს. აჰა. იტაცებს იმით, რომ უგზავნის თოჯინას. აჰა. გამახსენდა. ეს ბავშვი უბედურია თავის მშობლებთან. აა. შეაძლევს, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლია. ხო, გამახსენდა. საინტერესოა. და ეხა მეორე ნაწილი გამოდის? მაშინ აუცილებლად ვიყოთ, ეხლა ჩვენ საუბრობდით კიდე ძალიან ბევრი სერიალი და ფილმი, მე და ციკოს ჩვენი გახმოვანებით გვაქვს ნანახი. ფილმი მაგალითად მაქვს ნანახი, ჩემი და ციკოს გახმოვანებით, რომელიც ვაფშე არ მახსოვდა. მე ჩამირთავს რომ მე ნახა და აღმოჩნდა რომ მე დალაშავართ.
კი, ანუ აი ძალიან ბევრია ეგეთი. ალბათ სავარაუდოდ კოროლაინიც ერთ-ერთი ეგ იქნება. არა, მე ხა რომ მოყევი, გამახსენდა სიუჟეტი, თუმცა ისე რომ ხა ამაზე ვისაუბრო, არა, ძალიან ბუნდოვნად, ამიტომ ხა. მექანიკური პროტოკოლი. აჰა. ხო, ეგ კლასიკაა ეხა. არა, ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ღირებულს გასწავლის. კი. ხო იყო ის მომენტი, რომ აღარ შეიძლება სიმბოლოთის ჩადენა. მაგრამ დამანახა ის, რომ ანუ ადამიანს თუ რაღაცას არ შეუძლია და რაღაცას უნდა წაართმე, განა არ უნდა არ შეუძლია. აჰა. შესაძლებლობას თუ წაართმე, უკვე ადამიანი აღარ არის. ზუსტად. კი, არა, ძალიან სწორადაც დაინახა. ზოგადად ეხა მექანიკურ ფორტოხალზე თუ სიუჟეტზე ვისაუბრებთ, ცხადიათ, საერთოდ სხვა აქვს, მაგრამ თუ კუბრიკის ფილმზე ვისაუბრებთ, საერთოდ სხვა მოცემულობა გვაქვს. Ну, პრინციპში არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რეჟისორი კუბრიკი, რომელსაც მექანიკური ფორტოხლის გარდა ძალიან ბევრი მაგარი ფილმი აქვს, აქვს თავისი ძალიან საავტორო კინო და კონკრეტულად ეკრანიზაცია, ასე ვთქვათ, ძალიან მაგრად გაცოცხლდა, ვთქვათ, კუბრიკის ხელში. მაგრამ ხო ისეთი მძიმეა და პრინციპში ხო არასრულწლოვანი სანამ არ ხარ, ცოტა ისეთი სანახავი. შენ არასრულწლოვანი უყურე თუ გუშინ უყურე. ახლობით 3-4 თვე, ნუ გუშინ. ანუ არასრულწლოვანი იყავი მაშინ. უახლოვდებოდი სრულწლოვანებას. ვინც არის ის ხალხო დღეს 5 აგვისტო ჩაწერის დღე და 3 აგვისტოს მქონდა დავადებით. სრულწლოვანი. ხო. და ვგიჟდები 17 წლის რო ხარ და მეტყველებაში გაქვს მაინც ცვეთში. ტრეკ ჩვენ გქონდა. რატო ალბათ ჩვენებმა გადაგდეს. ჩვენ გადავდეს. დღემდე ხო, ანუ იმდენი რამ მოხდა 17 ამ ერთ წელში. კიდე სხვა ბევრი ადამიანი გავიცანი, რომ აი რას თავი მახსოვს მართლა 17-ის. ანუ გარდამტეხი ასაკი იყო, ასე ვთქვათ, ხო, შენ ცხოვრებაში. because რომ ყველაზე გარდამტეხი ასაკი იყო 17 წელი. ბევრი კარგი ურთიერთობაც მქონდა, ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე რაც არის. სიტყვაზე 16-15 წელს. ამ წელმა ნუ სწორი ადამიანებიც დამანახა და არასწორი ადამიანებიც, მაგრამ როგორც ეგან ახსენი გამოცდილება მაინც გამოცდილება არის. შენ 25 წლამდე ნახე თავგადასავლები და ბევრი საინტერესო ადამიანები და ამბები. ხო, მე ზოგადად მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, ამ შენთანაც, იმიტომ რომ შენ რასაც აკეთებ და ზოგადად აი თქვენ რასაც აკეთებთ, აი რაღაც მოყვარული დამწყებს მართლა ვერ ვიტყოდი ხა შენც იმდენი წლიანი გამოცდილება გაქვს, ხო, გახმოვანების რომ დამწყები ნამდვილად არ ხარ. გიჟდები 12 წლიდან რო ახმოვანო. მოყვარული გახმოვანების სახეობები აი ძალიან მნიშვნელოვანია რა. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხარისხი არ ვარდება, ასე ვთქვათ და უფრო ანუ არ აძლევთ თქვენ თავსაც და მაყურებელსაც იმის უფლებას, რომ დაბალი ხარისხის გახმოვანება მოეწონოს რა, იმიტომ რომ მაყურებელიც იმდენად მოთხოვნადია თქვენს მიმართ და ჩვენს მიმართაც რა თქმა უნდა, ხო? რომ უფრო მეტად ვითარდება, რაღაც თამასებს მაღლა და მაღლა ვწევთ რა, იმიტომ რომ შენ როგორც ვითარდები, გაინტერესებს პირობითად ჩემი რჩევა, სანდროს რჩევა, ციკოს რჩევა, ანუ ამით ინტერესებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა, იმიტომ რომ ეგ ცალკე ამბავია, რომ ხო, ანუ თავდაჯერება ერთია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ამ სფეროში, რომ რაღაცა თუ არ გჯერა, ამ სფეროში კი არა, ყველა სფეროში ეგრეა რა, რაღაცა თუ არ გჯერა და შენი თავის თუ არ გჯერა, არაფერი არ გამოგივა. მაგრამ ის რაც გაქვს შენ რო აი რაღაცას ისმე ყოველთვის გინდა კომუნიკაცია ადამიანებთან რაღაც რჩევებს ყოველთვის იღებ ძალიან დიდი რაღაცა აი მე კიდე უფრო მიხვდები რამდენად მნიშვნელოვანი უნარი გაქვს მაგის რომ შეგიძლია სხვის რჩევები მიიღო რა თქმა უნდა მე უნდა განასხვაო ეს რჩევა როგორია შენთვის როგორია აუცილებლად უნდა მიიღო ნებისმიერი რჩევა მეც ეგრე ვიყავი არასდროს არც ერთ რჩევაზე და არც ერთ რაღაც დარიგებაზე ვინმეს დარიგება რაღაც ისეთი ნათქვამია მაგრამ სხვა თქო არ გამახსენდა ანუ არასდროს არ მქონია ის რეაქცია რომ აუ ეს რას მელაპარაკებთ რაღაც ხო ანუ ყველას ვიღებდი რა ხო ოკეი ვისმენდი ოღონდ მე ნელ-ნელა ცხოვრება ისე მილაგებდა რომ ჩემი გამოცდილებები მაჩვენებდნენ რომ ეს რჩევა
ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო და ეს რჩება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო რა და ეგ ძალიან კარგი გაქვს, ძალიან მაგარი გაქვს, რომ აი მონდომებული ხარ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ამაში და ძალიან გიყვარს ეს საქმე რა. აი ციკო მიცის ხოლმე რა ყოველთვის მაგას ეუბნება ხოლმე ჩვენს სტუმრებსაც, რომ ანუ ეს სფერო თუ არ გიყვარს, ეს საქმე თუ არ გიყვარს, აი შეუძლებელია. მართლა ეგრეა რა. თუ ეს ვალდებულება და რაღაცა იცი არის ორი რაღაც არის რა ზოგადად გახმოვანებაში. ან უნდა იყო მსახიობი და აი როგორც მსახიობსაც გქონდეს ეგ მოცემულობა რომ გიყვარდეს კონკრეტულად გახმოვანება, შეგიყვარდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსახიობი ვიცი რომ ცადა და არც მოიწონა და არც ინტერესი გაუჩნდა. ვერც გამოუვიდა. და მეორე არის რომ უნდა გიყვარდეს კინო. იმიტომ რომ შენ თუ კინო არ გიყვარს და არც მსახიობი არ ხარ და პროფესიულ ხაზს ვერ ხედავ შენ გახმოვანების სფეროში და პლუს მაგას კინო არ გიყვარს, წარმოუდგენელია რომ შენ უყურო ფილმს, თუნდაც ისეთ ფილმს რომელიც არ მოგწონს და იკითხო იმის 200 გვერდი ისე როგორც საჭიროა. მე მაგალითად ცუდი ფილმი რომ ხვდება, მაგასაც ძალიან ხშირად შეიძლება მეზარება რაღაც, მაგრამ დიდი მონდომებით ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს კინო, რომ მინდა რომ ცუდი ფილმის მქონდეს ნანახი. მიხდი ან მე მინდა რომ საერთოდ ყველაფერი მქონდეს ნანახი და ჩემ აღქმაში ხო იმაში მე იმის გარდა რომ ფულს მიხდიან პირობითად არაზოს არ ვიფიქრებ რომ აი ფულის გამო ვარ მე არ მეკარგება დრო იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუნდაც ცუდი ფილმი ჩემთვის დაკარგული დრო არ არის იმიტომ რომ მე მჭირდება რომ ცუდი ფილმიც მქონდეს ნანახი რა რომ მე მიყვარს კინო და მაინტერესებს ცუდი ფილმიც ანუ პირობითად ესე ცუდი ძალიან ისეთია მაგრამ ну ხო აი ჩემთვის უგემოვნო ჩემთვის არასაინტერესო ჩემთვის აი დებილი ფილმი რაღაცა სულელური ფილმი დებილი არ მომწონს სიტყვა წამომცდა მაპატიეთ ხო სულელური ფილმი რომელსაც არც სცენარი აქვს არც ის აქვს არც ის აქვს მაგრამ აი ეგეც მაწყობს რომ მქონდეს ნანახი მიხდი იმიტომ რომ მიყვარს კინო და თუ ეგ არ გაგიჟდები აი გააფრენ რა და შენ სფეროშიც აი არ ვიცი შენ და ის ადამიანები ეხა ვინც გავიცანი კიდეც ერთადაც ჩავწერეთ რაღაც კერდა ანიმე ჩავწერეთ ერთად ის ადამიანებს ისეთი მონდომებით არიან შენ ისეთი მონდომებით ხარ რომ დარწმუნებული ვარ რომ აი ბევრად კიდე უფრო და უფრო მეტი შეგიძლიათ და უფრო მეტი გამოგივათ იმიტომ რომ ეს ენთუზიაზმს რო ვხედავ თქვენ თვალებში ამ მონდომებას რო ვხედავ და იმ ზრდას წლიდან წლამდე როგორც თქვენ იზრდებით პროფესიულად ეს ძალიან მაგარი რაღაცაა რა არ ვიცი რა ძალიან თქვენი ასაკის ფონზე 10 წლიდან და 12 წლიდან რო ფილმებს ახმოვანებ შენით იმდენად გიყვარს ახლა იქ საერთოდ სხვა რაღაცაა და მგონია რომ კაი შედეგზე გახვალ საბოლოოდ გაგიცანი მართლა ძალიან მიხარია რომ გავიცანი ის ადამიანები ვინც აი რაღაც შენ სირგლი ვარიან და აკეთებენ იგივე საქმეს იგივე მონდომებით როგორც შენ და უდიდესი წარმატება ეხა არაერთხელ მithქვამს კიდეც მე შენთან პირად საუბრაშიც ისედაც რომ თუ რამე შემიძლია მე რომ რაღაცნაირად დაგეხმაროთ არ ვიცი რამენაირად იცით რომ ყოველთვის მეც იგივე ნაირად და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვია ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა რაღაცა საერთოდ სხვა ფორმატი იყო ჩემთვის და ლაშასთვის და ხო ძალიან გვიხარია თან რომ რაღაცა შედარებით ისეთი ახალ ამბებში რომ მოვხვდებით ხო ნელ-ნელა კი ბატონო და პოდკასტის ბოლოს მაქვს ესეთი რუბრიკა აი შევეყოდი მოწვეული მაშინ არ მქონდა ეგ რუბრიკა ახალ დამატებულია სტუმარი როცა მოხავს ან სტუმრები როცა მომყვანან არა უშავს იყოს მომყვანან ჩვენ ამ პოდკასტში მოყვანან ესე შეგიძლია თქვა გამოხვიდე მაგ სიტუაციით მოყავს ხოლმე სტუმარი როცა მოყავს შეუძლიათ რომ კითხონ რაღაც კითხვა და ამ შემთხვევაში მე ვიჩნდები სტუმრის ამპლუაში თუ გვაქვს რამე კითხვა მე მაქვს ხო შენი საყვარელი ფილმი რა არის სოთა შეიძლება ბანალურად გამოჩნდეს მე რა ოკეი ჩემი საყვარელი ფილმი არის სპაიდერმენი რატო ბალანური რატო ბანალური ჩემთელი ბავშვობა სპაიდერმენი თუ ზოგადად მარველი გიყვარს სპაიდერმენი კონკრეტულად იმენა სპაიდერმენი ოკეი ძალიან მასკულინური სიყვარულია უსმინე კარგ სიტყვებს ამბობს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაგას რო უყურს ნუ შეიძლება ბავშვმა ვერ გაიაზროს ბაბუის სიტყვა დაბალი ასაკის ფონი ადამიანი სიმაღლით დაბალ დაბლები ხო ვერ იგებ რო ვერ იზრდება სიმაღლეში აგეთმა შეიძლება ვერ გაიაზროს დამაფიქრებელია და
იმდენი რამის გამკეთებელია ჩემი აზრით ეგ სიტყვა იმხელა რაღაცას მაგ სიტყვებში რომ აი ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანს სპაიდერმენიდან ისწავლოს აი პასუხისგებლობა და პასუხისგებლობა გეთანხმები, ყველაფრიდან შეგვიძლია ყველაფერი ვისწავლოთ, მთავარია მოწოდების ენას. მინდოდეს დანახვა და დანახვის უნარებს. უი, ეხა აბიტურიენტი ხარ? წელს ჩააბარე? სად ჩააბარე? აბა სად მოხდი? თეატრალურში თუ ილეონიში? თეატრალურში. ძალიან ბევრია ნიჭიერესი მსახიობს ჩამოგითვლი, ვინც პირველივე ჯერზე ვერ მოხვდა, ვერც მეორე ჯერზე, ვერც მესამე ჯერზე. ხო, სამსახიობო თან ეხლა ცოტა რთული არის. შენ არ დანებდე, ეგ არის მთავარი რა. კი. კი, ძალიან ბევრი ხო, სამაგიეროდ მე მოხვდა და ზოგი მაშინ ვეხვდება და ერთ თვეში ხვდება რომ მაგისი არ არის და მოდის. ასე რომ ბევრი ეგეთი მსახიობის მინახავს, ვისაც ჩაუბარებია და მე მომხვდარა პირველივე ჯერზე, მაგრამ მე მე ზუსტად ვიცი რომ ვერასოდეს ვერ იქნებოდი მსახიობი. მე მინდოდა, იდეაში თეატრალურში მაგას არ მდომებია, მე მინდოდა რეჟისორობა. რეჟისორო. ხო და შენ მოდი ესე ვქნათ, კუსტარულად შენ გადაიღე და მე შენი მსახიობი ვიქნები. მე ზოგადად ეგ ადამიანი ვარ, რომ გონია რომ რაღაცა ეგეთ დიდ სფეროში ჭირდება განათლება. ამიტომ კუსტარული რეჟისორი ვერ გავხდები. ერთი კითხვა გამოუში. აი რეკლამებზე და სიტყვაზე თქვენ როგორ ბოლოში გახმოვანილი მსახიობები გვამბობენ. ხო. მანდ სწორი მიმართვა სიტყვაზე, სწორი მიმართვა როგორ უნდა ასე ვთქვათ, მივხვდეთ რომელია სწორი მიმართვა. სიტყვაზე ხო არ მიმართვა, გამოიწერეთ voice-over. მაგრამ ბევრნაირი გვინახავს. მაგალითად, გამოიწერეთ voice-over-ები. გამოიწერეთ voice-over. ნახე. ხასი. რომელია სწორი ხასიათის. აუ, ეხა მაგარი რთული რაღაცა დამავალებ, მაგას აი გამოიწერე. ანუ ეგ არის სწორი. არა, ნახე, არ არის ქართული ენა ხვდები, აი ანუ ქართულ ენას აი ეს מחვილები და რაღაცები არ ახასიათებს. თუმცა, რადგან არის თავისუფალი ამბავი და რადგან იმ ადამიანს იმ კონკრეტულ მოცემულობაში უნდა თავის ხასიათის გამოშვება, აი ეს გც რო გაამაგროს, ოკეია რა. სწორი არასწორი ძალიან რთული და არის რაღაცა, ნახე, კი არის რაღაც შაბლონები, რაც თუნდაც מחვილის დასმის, ინტონაციის დასმის, ძიმე საწერია, წერტილი საწერია, რასაც ვენ ნიშნით მთავრდება ეს წინადადება და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ამბავი არსებობს რა, მაგრამ ყველა მსახიობს გახმოვანების მსახიობს თავის მანერაა გახმოვანების რა, პარალელურად. შეიძლება ვიღაცას ჩემი არ მოწონდეს და ხანდახან მე ეხლანდელის ჩემი ბევრი რაღაც არ მომწონებია და ძალიან ბევრი. მაყურებელი და შენ ისე ნუ გაიგებ რომ დღეს მე ვთვლი იმად რომ მე არ ვთვლი ჩემ თავს იმას რომ რაღაც ბოლომდე ამოწურული მაქვს ამ სფეროში ჩემი თავი სასწავლე აღარაფერი არ დამჭა დღემდე ბევრ რაღაცას ვსწავლობ რა. მე თუმეტეს არ ვთვლი. ხო, ანუ ბევრ დუბლირება ისეთი როლი შეიძლება მოვიდეს რომ აი ვაფშე თავდაყირა დაგიყენოს მანამდე რაც გიკეთებია შენი საქმე, იმიტომ რომ ისეთი როლი იყოს, ისეთი რთული იყოს რომ საერთოდ სხვა რაღაცები დაგჭირდეს და ახალი რაღაცების სწავლა დაგჭირდეს რა. ბევრჯერ ყოფილა ეგრე. voice-over-შიც მათ შორის რა, იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვამახვილებ, აი რა, ანუ მეც ახლა რაღაც რეკლამას რო წერ ხოლმე, ყოველთვის უგზავნი, რაც შენ მითხარი ახლა პირდაპირ პასუხი რო გაგცე, უგზავნი ხოლმე რაღაც 5 ვერსიას. ან 3 ვერსიას მინიმუმ რა. იმიტომ რომ მე შეიძლება ესე მომწონს, ესე არის სწორი და ეს რეჟისორი ისე თulis რომ სწორია. ამიტომ მოდი ყველა გავუშვათ. ხო. და რომელიც მოეწონება დამკვეთს აიღოს. იმ კონკრეტულ რეკლამას, იმ კონკრეტულ რაღაც ფრაზას, შეიძლება ის ფრაზას უსხვანაირად უნდადეს დამკვეთს. ანუ გააჩნია რა, მაგრამ კი არსებობს რაღაც სტანდარტები, რო ქართულში სად რა დროს რა მახვილი ისმევა და იგი ისწავლება წესით. ხო, ეგ ნახე გახმოვანებაში კი არა, ზოგადად მეტყველებაშიც ეგრეა. რატო არის პირობითად, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში როცა ადამიანი სამსახიობოზე აბარებს, იმას აუცილებლად ცალკე აქვს მეტყველება. მე მაგალითად კინომცოდნე ვარ, თეატრალური დავამთავრე მეც, თუმცა მეც მქონდა მეტყველება. მეც მქონდა მეტყველების დაგვეთილი. ხო, შენ აუცილებლად შენ ტელერადიო ჟურნალისტი ხარ და მე პრინციპში კინომცოდნე ვარ და ესე თითქოს ძალიან ის არ იყო აუცილებლობა, მაგრამ მეც მქონდა და შენ წარმოიდგინე ჩვენ რომ გქონდა მსახიობს რამდენად ჭირდება. და აქედან გამომდინარე რამდენად დიდი რისკია, როცა შენ გახმოვანებაში მიდიხარ პროფესიული თვალსაზრისით და არ ხარ მსახიობი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ თავზე ძალიან ბევრი უნდა იმუშაო. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვკითხულობ
გიჟდები, ეგრე ძალიან არაფერი არ მიყვარს სამყაროში. და მეორე რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მეგობრებთან ყოფნას, კლუბში ყოფნას, დალევას, ყველაფერს მირჩევნია ჩემ ცხოვრებაში არის კინო, რაც გავჩდი ესეა. აქედან გამომდინარე, ვიცი ხო, აი კინო რო გიყვარს და თან რო კითხვა გიყვარს, იცი იქ შენი ენა როგორ მოუხდინო, თუმცა მე მაგალითად იმიტომ რომ არ ვარ მსახიობი, ხო, ძალიან ბევრ რაღაცაში შემშლია ხელი გახმოვანების მიმართულებით. თუმცა ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ მსახიობს არ შეეშლება, მიხვდი? ანუ ეს პროცესია რა, უნდა გამოგივიდეს, რაღაც გამოგდის, რაღაც არ გამოგდის და რო არ გამოგდის, არ უნდა გეწყინოს. მიხვდი? უნდა იფიქრო, რომ აი მე გამომივა. დღეს მეც არ გამომდის, მეც არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი არ გამომდის და ყველა გახმოვანებაში თუნდაც ყველაფერი კარგად გამომდის. არ ვფიქრობ ეგრე. ანუ იცი რა არის მე ვიცი ჩემი მოკლედ ნიშა, ჩემი როლი ასე ვთქვათ, ჩემი ადგილი ამ სფეროში არც არასდროს არ ყოფილა ისეთი ტიპი, რომ ვიღაცას რამე აქეთ დამეწყო რაღაცების სწავლებები, ვიღაც თუ რაღაც არჩევას მკითხავ და რა თქმა უნდა გავცემდი ამ რჩევას, რაც მე მე პრინციპში ჩვენც აქეთ ველით რჩევებს, ხო? მაგრამ მეც ვარ ეგ ტიპი, რომელიც ანუ არ ვფიქრობ, რომ ჩემი იმის მიუხედავად რაღაც პროფესიონალურად ვახმოვანებ. ბევრი როლი მაქვს დუბლირებაში ჩაწერილი, უდიდესი როლები, რაც მთავარი როლებიც, უამრავი რეკლამა მაქვს გახმოვანებული, ახლა ფილმებზე და სერიალებზე, voice-over-ებზე საერთოდ ლაპარაკი არ მინდა. მაინც არ ვფიქრობ, რომ მე რაღაც ის ლეველი ვარ, რომელიც აი რაღაცა მორჩა. ხო, ეგეთი ლეველი პრინციპში ალბათ არც არსებობს ბოლომდე, თუმცა ვიღაცები არ მინდა არც მე ძალიან ძველები არსებობენ, რომ აი ხა აქეთ გეტყვიან, რომ მოდი ესე ქენი. არ მე მიმუშავია ახლა ეგეთ ადამიანებთან, რომელიც აი ინტონაციას, იმას მახვილს ხასიათს ჰაერში გრძნობს. კი, მეც მიმუშავე. კი, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი, კი ბატონო. ძალიან ბევრი არიან რა, ძალიან ბევრი მსახიობი არის რა. მაგრამ ნუ ეგ ასაკია და წლებია, სადამდეც უნდა მიხვიდე რა და გამოცდილება. კი, და ნუ ამ გამოცდილების ნახე ის უნდა კონდეს, რაც შენ გითხარი რა, მიმღებლური უნდა იყოს ამ ყველაფერთან. თუ იქნები ჩაკეტილი ტიპი, შენ არ გესაუბრები ამ შემთხვევაში მაყურებელს, ვინცაც აინტერესებს, ისმენს ამ პოდკასტს და ხო და გეწყინება რაღაცა გამოვა. ხო, ანუ მიმღებლური ტიპი უნდა იყოს. იმ თუნდაც შენთვის იმ მომენტში არასწორი აზრის რა და თუ მიმღებლური ტიპი იქნები და მე ცხოვრება გაჩვენებს მაგას, რომ რა არის რეალური წეგარაც ვახსენე ხა იგივე წრეზე რო არ წავიდე, რომ მე გაჩვენებს, შენ თუნდაც მიხვდები, რომ ეს უფრო რეალური რჩევა, ეს არარეალური რჩევა, შენ თვითონ მე იმდენად გადაგილაგდება ეგ ყველაფერი, რომ უფრო მიხვდები რა მაგ ყველაფერს. ოკეი. ეგონი ძალიან გავწერეთ ეხა ჩვენ ბოლოს. ძალიან დედები ხომ არ ვიყავით? ხო, ანუ ძალიან დედები და მამები ხომ არ ვიყავით? კითხვა. თავარი ესა. სუპერმენი? სუპერმენი არა, გაგამ გაახმოვანა სუპერმენი. გაგაიო, იგი. აღარ გვაკითხები. ხო. აი, გავიდეთ ბოლოში უფრო დავამთავროთ. ეგ იყო და ჩემი მეგობრებო, ხაზზე იყო პოდკასტი FM-როა და შემდეგი გადაცემა უბრალოდ მეორე ასე ვთქვათ სერია, მეორე სეზონის უკვე ჩაწერილია პირველ სეზონამდე. და დაიდება ძალიან მალე. ეგ იყო და ეგ. მადლობა მოწვევისთვის და ჩვენს მემშვიდობებით ჩვენს მაყურებლებს. კარგად.